გორის საკალათბურთო გუნდმა ივერიონი სუპერლიგის მორიგი ტურის საშინაო მატჩი მორიგი წარმატება მოიპოვა. ივერიონმა ორბით დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულის სხვაობით დაამარცხა და სუპერლიგაში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. მომდევნო მატჩს ივერიონი 28 თებერვალს ზესტაფონში მარგვეთთან გამართავს. პირველ რიგში მივუღოთ ჩვენ გუნდს გორის გულშემატკივარს ამ გამარჯვებას დაძაბული თამაში გამოვიდა და არ აქვს მნიშვნელობა რომელ ადგილზე არის სუპერლიგაში გუნდი ძალიან პატარა სხვაობა არის ადგილების და მოგებების კუთხით და ამიტომ ყველა გუნდთან რთული არის თამაში ყველა იბრძვის ან პლეი-ოფში მოსახვედრად ან ლიგაში დასარჩენად ან ზედა ადგილებისთვის და მოედნის უპირატესობისთვის, ამიტომ მარტივი თამაში სუპერლიგაში არ არსებობს. ველოდით რომ ორბი ძალიან კარგად და ბოლომდე დაიხარჯებოდა, ამიტომ მზად ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეები ტრამირებულები ყავს, ამას არ აქვს არანაირი გამართლება, რომ მოვიმიზეზოთ ან ჩვენი ცუდი თამაში, ან კარგი თამაში იმის გამო, რომ მოთამაშეები არ ყავს ამისთვის არის ეს გუნდი შეკრებილი, რომ გვაქვს ღრმა როტაცია და ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია შეავსოს ეს დანაკლისი, რაც გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო ჩვენი გუნდისთვის. მოთამაშეები მოტივირებული ორგის გუნდს, რომელმაც თავიდანვე კარგად დაიწყო თამაში. გუნდში ტრამვის გამო პრობლემები ჰქონდა, გვაქვს რამდენიმე ძირითადი მოთამაშე, მაგრამ მოედანზე ვინც გამოვიდა ჩვენი გუნდიდან ყველაფერი გააკეთა, რომ თამაში გამარჯვებისთვის მიგვეღწია. დიდი მადლობა მინდა მოუხადო მაყურებლებს, რომელიც მთელი თამაში გვამხნევებდნენ და ენერგიას გვაძლევდნენ ამ თამაშის მოსაგებად. ასევე მინდა მოუხადო მადლობა ყველა ჩემ თანაგუნდელს სამწუხაროდ გუნდის ხელმძღვანელობას მოგცემ დღევანდელ გამარჯვებას.